საღამოშვიდობისა ძვირფას ტელემაყურებლობა მოგესალმებით მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ვარ ეს კი თქვენი ნაცნობი და კარგად ნაცნობი ტელეკომპანია ვარსკვლავებია ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის იმ მხარდაჭერისთვის რომელსაც თქვენ იჩენთ ჩვენი ტელევიზიის და თუნდაც გავკადნიერდები და პიროვნულად ჩემს მიმართ ბევრი მიზეზის გამო მოკლედ ეს სამადლობელი რომ არ მეთქვა არ შეიძლებოდა. ახლა რაც შეეხება დღევანდელ კონკრეტულ დღეს 14 აპრილია 2019 წლისა ესეთი მზიანი შესანიშნავი დარია შესანიშნავ გარემოში ვიმყოფებით მუშტაერთის პარკში აგერ უამრავი ახალგაზრდა უამრავი ბავშვი ფორმებში გამოწყობილი რა ხდება ამას მოკლედ ახლა აგიხსნით. როგორც უკვე გითხარით დღეს არის 14 აპრილი 2019 წლისა. რა თქმა უნდა გილოცავთ დედაენის ძეგლს. კარგი იქნებოდა დღე ყოფილიყო ქართული ენის დაცვის დღე, მაგრამ რა ვქნათ, არ არის. ამიტომ ეს სიმბოლური თარიღები ყოველთვის სასიამოვნოა ხოლმე. მაგრამ დღევანდელი დღე ეძღვნება საქართველოში 15 აპრილის დაარსებიდან 25 წლის იუბილეს. მეოთხედი საუკუნე გავიდა. ხვდებით ეს რამდენია? მეოთხედი საუკუნე. მე მიხარია გასაგები მიზეზების გამო, აღარ გავიმეორებ რა მიზეზების და მიხარია ის რომ ქართველებში ნელ-ნელა მკვიდრდება ქართული ცნობიერების უპრობლემობა. და დღეს ეს ღონისძიება ზუსტადაც რომ ეძღვნება სიყვარულის დღის 25 წლის იუბილეს. დაარსებიდან 25 წლის იუბილეს. ეს მოხდა 1994 წელს. ხოდა აქ პატარა საბავშვო ფესტივალს მართავთ იმ პატარა ბავშვების და იმ ანგელოზი მომავალი თაობის, რომელიც რეალურად ჩვენი ქვეყნის მომავალი, რომელსაც უპირებენ ჩაგვრას, პირდაპირ გაგებით, მორალურ განადგურებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ვიბრძვით ყველა ხერხით და ყველა რათა აი ეს ლამაზი სახეები ყოველთვის იყოს მარადიულად ღიმილიანი ამ ქვეყანაში. ბევრს აღარ გავაგრძელებ, მე დღეს ამ ღონისძიების წამყვანადაც მოგევლინებით, აი ამ საბავშვო ფესტივალის წამყვანადაც და ისღა დამრჩენია, აი აქედან მიკროფონი დავდო და აი ის მეორე მიკროფონი ავიღო ხელში, საიდანაც აი ამ პატარა ქალბატონებს, პატარა ვაჟკაცებს, ჩვენს ერის მომავალს დაველაპარაკებ და ერთ ლამაზ დღეს ვაჩუქებთ. მაშასე ეს ტელეკომპანია ვარსკვლავებია, მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ვარ და გმასპინძლობთ ქართული სიმღერისა და ცეკვის ფესტივალზე თბილისური გაზაფხული. აი ეს ჩვენი თბილისური გაზაფხული. კახა ნახე რამზია? პირველ რიგში მოულოცავ სიყვარულის დღეს, ანუ დღეს არის დედაენის დღეც. რომ აი ეს ბავშვები ყოფილიყვენ უკეთესები, აი ესენი არიან სომეხი ბავშვები, ქართული საერთოდ რო არიციან და ვასწავლე ქართული ხალხური ცეკვები. და ვნახავთ დანარჩენს შევხედოთ ბავშვებს. დღეს წარმოგიდგენთ ცეკვა აჭარული, ცეკვა ჩილური. გილოცავთ სიყვარულის დღეს და ეს უგიყვარდეთ ერთმანეთით შემოტკბილებო ქართველებო. დღევანდელ დღეს მიუძღვენით კონცერტი და მასში ჩაერთო ჩემი ანსამბლი ჯაბადარი, მე ვარ მისი ხელმძღვანელი. წარმოგიდგენთ ქართულ ცეკვებს და ამითი აგიხსნით ძალიან დიდ სიყვარულს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ბესოს ამ ღონისძიების ჩატარებისთვის და მიყვარხარ ძალიან. მოგესალმებით. შუადღემშვიდობისა ძვირფას ტელემაყურებლობა ეს ტელეკომპანია ვარსკვლავებია მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე გახლავართ და როგორც უკვე სტენდაპში მოგახსენეთ ჩვენი დღევანდელი ღონისძიება თბილისური გაზაფხული აი აქ ამ უმშვენიერეს ადგილზე მუშტაერთის სახელობის სკვერში მიმდინარეობს. დღეს 14 აპრილია ქართული ენის დაცვის დღე. მოდი მე ცოტას წავი ჟურნალისტებ და ვიტყვი რა საჭიროა ერთი დღე ქართული ენის დაცვისთვის, როცა ყოველი დღე ქართული ენის დაცვისა უნდა იყოს. თუმცა როგორც აღმოჩნდა საჭიროა და 1978 წელს მიხვდნენ ამას რომ ეს დღე საჭიროა. ეს რა თქმა უნდა ბანალური და ირონიული გადახვევა იყო ჩემი, იმიტომ რომ ეს სიმბოლური თარიღი, რასაც ქვია 14 აპრილი, რასაც ქვია 15 აპრილის სიყვარულის დღე, ყველაფერი არის ერთ ლამაზ სიმბოლოსთან დაკავშირებული. დიახ, ჩვენი დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება საქართველოში 15 აპრილის სიყვარულის დაარსების 25 წლის იუბილეს. ტაში. დიახ ბატონებო, 25 წლის უკან მოხდა ის, რაც აი ასე გვაკლდა ყოველთვის ქართველებს. სამწუხაროდ არც ახლა განვიცდით, მაინც და მაინც
ამ ყველაფრის სიუხვეს, ახლაც დეფიციტია სიყვარულის, ახლაც დეფიციტია ყველაფრის და რა ეგონა იმ კაცს, რომელმაც 25 წლის უკან მოიგონა სიყვარულის დღე და რას წარმოიდგენდა ის კაცი, რომ 25 წლის მერე იმის განმარტება მოუწევდა, რომ იცით ბატონებო, მე სიყვარულში კაცის და ქალის სიყვარული ვიგულისხმეო. რას წარმოიდგენდა, მაგრამ ხდება ასე. სამწუხაროდ ცხოვრება ბრძოლა, თუ საბედნიეროდ ეს კაცმა არ იცის, მაგრამ ჩვენ ვომობთ და დღეს აი ეს ჩვენი გოგო ბიჭები, რომლებიც აქ არიან და აი აქ ამ ლამაზ ფესტივალს გავგილამაზებენ, აი ამის შესანიშნავი ნიმუში იქნება. და რა თქმა უნდა მათ უდიდესი აპლოდისმენტები ეკუთვნით. და მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გყავთ ასეთი ღირსეული შვილები, გყავთ ასეთი კარგი, ლამაზი მომავლის საქართველოს ადამიანები და გყავთ ის შვილები, რომელიც რეალურად ამ ქვეყანას სჭირდება. ასე არ არის ბებო? კიდევაც იმღერებენ, კიდევაც იცეკვებენ და დიდ სიყვარულსაც გასცემენ და თქვენ გეზღვრებათ მოდი დღევანდელი კონცერტი. არაფერს. კარგი, ეს იყო ჩემი შესავალი სიტყვა, ახლა კი ჩვენი ღონისძიება გახსნილად გამომიცხადებია, ფესტივალი თბილისური გაზაფხული 2019 დაიწყო. მეგონი გამარჯობა, მოგესალმებით, გილოცავთ ყველას და ქართული ენა ეს არის რომელი ლექსი არის, ეს არის ღმერთების ენა, ასე რომ არანაირი სხვა ენა არ არსებობს ქართულზე. ქართულ ენას გავამარ? ჯოს! აი, დამაგრები ხარ, წირიმე. ეს ჯოს, ესაც ქართულია, რო იცოდე. ეხლა კი მე და კესარია ბულაშვილი ვიმღერებთ ერთ სიმღერას თქვენთან ერთად, რომელსაც ქვია ჩემი საქართველო. აქ არის. ხო იცით ეს სიმღერა? ყველა ვიმღერებთ, აბა წავიდა. არ მინახავს ასეთი რამ. ანსამბლი ჯაბადარი, რომელიც იმდენად ზეოპერატიული აღმოჩნდა, იმდენად დროს გაუსწრო და რატო ახლა მე გეტყვით ამას კურიოზის სახით, ესე იგი ჩვენ დღევანდელი ღონისძიება 3 საათზე იყო დაგეგმილი და იმდენად მასშტაბურად, იმდენად კარგად, იმდენად მომზადებულები მოვიდნენ და ყველანაირად აწყობილები, რომ ამათ შეეძლოთ ერთი 7 კონცერტი ჩაეტარებინათ, იმიტომ რომ დილის 10 საათზე უკვე აქ იყო. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ანსამბლ ჯაბადარს და მის ხელმძღვანელს მარიამ ჟღენს. ცეკვა აჭარული, სხვა შორის ბევრი დებიუტანტი ცეკვავს აქ დღეს ამ ცეკვაში კონკრეტულში და მაინც და მაინც ნუ ვიქნებით მათ მიმართ ჩუბინიძის შეუგულები. ეს ხო იცით რას ნიშნავს აგრესიულები ანუ. მაშასე ჯაბადარის
აჭარული ხოთ Thank you.
ეხლა მე და შენ გამოვაცხადოთ ერთი ნომერი გინდა გოგონა გამოვაცხადოთ? კითხვა იცი? არა, რამდენი წლის ხარ? 3 რამდენია და ხელით ვანახე? 1 2 3 4 ეგ 4-ია. მოიცადე 1 2 აი 3 ყოფილა მართალია შემიშავა. კარგი ბარბარე. მოდი ახლა მე და შენ გამოვაცხადოთ ჩვენი შემდეგი სტუმარი. ხო, აი ძალიან კარგი გოგონა გვანცა ზირაქაშვილი, რომელიც შეგვისრულებს, იცი როგორ სიმღერას. ფიქრები ქვია ამ სიმღერას. შენ ფიქრობ ხოლმე რაღაცეებს? კი. რაზე ფიქრობ ხოლმე გაფიცე? ეხლა რომ მითხრა შეყვარებული მყავსო გავგიჟდები. რაზე ფიქრობ? კი, გასაგები, ჩვენც მაგაზე ვფიქრობ მთელი ცხოვრება. აპლოდისმენტები. ჩვენი მაყურებელი რომ მსგავსი სახის დიპლომები გადაეცემოდა ყველა მონაწილეს, ეს იქნებოდა ქორეოგრაფიული ანსამბლი, სტუდია თუ სოლო შემსრულებელი და აი, ძვირფას ტელემაყურებლებო, აი ესეთი სიმბოლური საჩუქარი სამახსოვროდ ექნება ყველას კვანცა, ეს შენია ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა ყველა ბავშვს გილოცავ წინასწარ სიყვარულის დღეს. ჩვენ კი ვაგრძელებთ ძვირფას ტელემაყურებლებო, გავდივართ ფინალში და ამ ფინალის ასე ვთქვათ ბოლო აკორდები იქნება ახლა და ზუსტადაც სტუდია აკორდის მოსწავლეები მინდა მოვიხმოს სცენაზე. Now
მივიღეთ ეს ჩვენგან და რა თქმა უნდა ბატონ გურამსაც ეს ჩვენგან ძალიან დიდი მადლობა გავაცილოთ აპლოდისმენტებით ეს ორი შესანიშნავი ადამიანი და დღევანდელი ჩვენი ღონისძიების საფინალო სიმღერა იმედის ვარსკვლავები და ჩვენი იმედის თაობა ადამიანები რომლის იმედის ჩვენ ყოველთვის გვაქვს ბავშვებო ძალიან დიდი მადლობა და ქაოდონო მანანა მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის და ძალიან დიდი მადლობა განსაკუთრებით მინდა გადაგიხადოთ აი ამ ბავშვებისთვის აი ეს პატარა საჩუქრები აურიგეთ მე დღევანდელი დღის სამახსოვროდ აი ამ პატარა შიტუნიებს დიდი მადლობა. მოკლედ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს იყო ფესტივალი თბილისური განზაფხული 2019. აგერ უკვე 25-ად გილოცავთ სიყვარულის დღეს. დღეს რომელიც ყველაზე მზიანი, თბილი და ლამაზია ჩვენი ქვეყნისთვის. დაეყოვილი დღეს სიყვარულის დღე ყოფილიყოს. არა მხოლოდ 15 აპრილი, არამედ ნებისმიერი სხვა დღე. ისე როგორც ვისურვებდი, რომ არა მხოლოდ 1 ივნისი იყოს ბავშვთა დაცვის დღე, არამედ ყველა დღე და ასე შემდეგ. ამ სიმბოლურ თარიღებს კი დიდი მადლობა და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ადამიანები ერთმანეთის გვერდით ვდგავართ. გჯეროდეთ ყოველთვის ყველაფრის და რაც თავარია, გჯეროდეთ იმის, რომ იმედი ბოლოს კი არა, არასდროს არ გვდება. მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინძე ვარ, ეს კი ტელეკომპანია ვარსკვლავები იყო. ნახვამდის, კარგად მზადდებოდეთ.